როგორ ავაწყოთ 4-4-ზე რუბიკის კუბი დამწყებთა მეთოდით. პირველ რიგში სანამ აწყობას გასწავლით, გეტყვით რომ არის 3 ეტაპი. პირველი ეტაპი არის ცენტრების დამთხევა, მეორე ეტაპი არის გვერდების დასმა, გვერდების დამთხევა და მესამე ეტაპი არის სამისამად გადაქცევა და ჩვეულებრივ აწყობა როგორც ვაწყობთ 3-3-ს. ასევე გეტყვით რომ 4-4-ზე შეიძლება დაგიჯდეთ ისეთი შემთხვევები, რომელიც არ ჯდება 3-3-ზე, რომელსაც ქვია ფარითი და აწყობის დროს განახებთ. პირველ რიგში დავშალოთ კუბი. კუბი დავშალეთ. როდესაც დავიწყებთ ცენტრების აწყობას, უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის მოპირდაპირე ცენტრები. ანუ უნდა ვიცოდეთ რომ თეთრის მოპირდაპირე არის ყვითელი, ლურჯის მოპირდაპირე მწვანე და წითლის მოპირდაპირე სტაფილოსფერი. ეს იმიტომ დაგჭირდება რომ 4-4-ზე რუბიკის კუბს არ აქვს ცენტრები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენით. ასევე დაგჭირდება ვიცოდეთ ფერები, ანუ რა არის გვერდზე არის. მწვანის მარჯვნივ არის სტაფილოსფერი, როდესაც თეთრი არის ქვემოთ და ასევე ლურჯის მარჯვნივ არის წითელი. ეხლა როგორ ავაწყოთ ცენტრები? პირველს ავაწყობთ მაგალითად თეთრს, დავიწყოთ თეთრი ფერიდან. ერთი ნაწილი ცენტრის არის აქ, მეორე აქ. ესე იგი როგორ ავიტანოთ ეს ნაწილი ზემოთ თეთრთან? ვაკეთებთ ესეთ ფორმულას, ანუ უნდა გავუსწოროთ ჯერ თეთრი თეთრს, ვაკეთებთ ფორმულას. და ვაბრუნებთ უკან. თეთრი ცენტრი ავიდა თეთრთან. დავსვით ესე. შემდეგ ვეძებთ დანარჩენ ცენტრებს, რომელსაც აქვს თეთრი. ანუ არის ერთი აქ. ამას ეგრევე ავწევთ ესე. დავსვით 3 ელემენტი ცენტრის და დაგვრჩა ერთი ცალი. თეთრი უნდა ავიტანოთ აქ. ვაკეთებ შემდეგ ფორმულას. ავწევთ, გავუსწორებთ თეთრს, შემდეგ გამოვწევთ და ვაბრუნებთ უკან. აიწყოთ თეთრი ცენტრი. თეთრის მოპირდაპირე არის ყვითელი. ანუ თეთრი ზემოთ არის, ყვითელი უნდა ავაწყოთ ქვემოთ. ამოვაბრუნებთ ესე კუბს, რომ აწყობილი თეთრი იყოს ქვემოთ და ზემოთ ვაწყობთ ყვითელს. ორი ცალი უკვე დასმულია. ვეძებთ მესამე ელემენტს ცენტრისას. არის აქ. ესე იგი, ამ ყვითელს ვუსწორებთ ამას, ანუ სასურველია გავუსწოროთ ესე. ზემოთ რო იყოს, ვაკეთებთ ფორმულას. აქედან ავიდა აქ. დავსვით 3 ელემენტი. ეხლა დავსვავთ მეოთხე ელემენტს და ავაწყობთ ორ ცენტრს. მეოთხე ელემენტი არის აქ, ანუ ეს უნდა ავიტანოთ აქ. ეხლა როგორ ხდება ამის ატანა? როდესაც ავწევთ ზემოთ, ანუ ხედავთ რომ არაფერი არ შეიცვალა, ისევ ის დაჯდა, რაც იყო. ესე არ გვაწყობს. გამოვწევთ გვერდზე და ვწდით აქედან. არც ესე იგივე დაჯდა არ გვაწყობს. კიდე გამოვწევთ, ავწევთ, არც ესე არ დაჯდა. კიდე გამოვწევთ, ავწევთ და აი დაჯდა ორი ერთნაირი. შემდეგ გამოვწევთ ისევ მარჯვნივ და ამ ყვითელს ამოვიტანთ ყვითელ ცენტრებთან. ავაწყეთ თეთრი ცენტრი და ყვითელი ცენტრი. შემდეგ უნდა ავაწყოთ ანუ ნებისმიერი ცენტრი, ანუ რომელიც ზის კარგად, მაგალითად სტაფილოსფერი ან მწვანე. მოდი იყოს სტაფილოსფერი. ორი ცალი ზის, მესამე არის აქ.
ეს სტაფილოსფერი უნდა ავიტანოთ სტაფილოსფერთან, ანუ ეს მარტივად აგვაქვს, გამოვწევთ მარცხნივ და ავიტან ზემოთ. შემდეგ პოულობთ სტაფილოსფერს კიდე სად არის? არის აი აქ. არის დამთხოვილი სამიცალე. ეს სტაფილოსფერი უნდა ავიდეს მწვანის მაგივრად და აიწყობა სტაფილოსფერის ცენტრიც. იგივენაირად ვაკეთებთ ყველაფერს, ანუ ავწევთ. თუ არ დაემთხვა, ისევ ჩამოვწევთ, გამოვწევთ გვერდზე, ავწევთ. არ დაემთხვა, კიდე ჩამოვწევთ, მარჯვნივ გავწევთ, ავწევთ. აი, როდესაც დაემთხვა ორი ცალე, შემდეგ გავწევთ ამ შემთხვევაში მარცხნივ და ამ ორ სტაფილოსფერს მოვიტანთ თავის ფერებთან. აიწყო სტაფილოსფერი. ეხლა როგორც გითხარით, უნდა იცოდეთ მოპირდაპირე ფერები, ანუ სტაფილოსფერის მოპირდაპირე რომ არის წითელი და მწვანის მოპირდაპირე ლურჯი. ასევე უნდა იცოდეთ რა არის გვერდზია, მაგალითად, ანუ სტაფილოსფერის მარცხნივ უნდა იყოს მწვანე. მწვანე არის დამთხოვილი სამიცალე და ვიპოვეთ მეოთხე მწვანეს, რომელიც არის აქ. ეს მწვანე უნდა მოვათავსოთ ლურჯის მაგივრად და ან როგორ ხდება ეს, თუ არის ერთი გვერდით არა, ორი გვერდით დაბლა, ანუ მოპირდაპირე გვერდზე თუ ზის, ვაკეთებთ ყველაფერს იგივეს, ოღონდ ორჯერ ვაკეთებთ. ანუ რას გულისხმობ, ამაში გეტყვით. ანუ ეს მწვანე უნდა ავიდეს აქ. ორჯერ ვატრიალებთ. თუ არ დაემთხვა, ისევ ქვემოთ ორჯერ, შემდეგ გვერდზე ორჯერ ავწევთ და აი როდესაც დაემთხვევა, მწვანეს გამოვწევთ და მწვანეს ავიტანთ მწვანესთან. ესე დავამთხვეთ მწვანე, სტაფილოსფერი, თეთრი, ყვითელი. ეხლა უნდა დავამთხვიოთ ან სტაფილოსფერის მოპირდაპირე წითელი, ან ლურჯის მოპირდაპირე, ან მწვანის მოპირდაპირე ლურჯი. როდესაც ერთს დავამთხვევთ, ან ლოგიკურად მეორეც დაждდება. ეხლა დავამთხვიოთ, ანუ სტაფილოსფერის გვერდზე არის ლურჯი, დავამთხვეთ ლურჯი. ორი ცალი არის დასმული. ეხლა ეს ლურჯი უნდა ავიდეს აქ. ავწევთ ზემოთ. დაჯდა ესე, გამოვწევთ გვერდზე, ჩამოვწევთ. ეხლა ეს უნდა ავიდეს. ავწევთ. არ დაემთხვა. ისევ ჩამოვწევთ. გამოვწევთ გვერდზე, ავწევთ. დაჯდა. გვერდზე გავწევთ და დავუგნებთ უკან. ჩვენ გადავახეთ პირველი ეტაპი, დავსვით ყველა ცენტრი. ეხლა იწყება მეორე ეტაპი, უნდა დავსვათ ყველა გვერდი. უნდა დავამთხვოთ ერთმანეთთან. ანუ განახებთ რას გულისხმობ ამაში. თეთრი, წითელი და თეთრი, წითელი. ეს ორი უნდა დავაჯგუფოთ. ანუ აი ესე. აი ორივე ერთად დაждდა და მივიტანეთ თავის ადგილას. ეხლა როგორ უნდა დავაჯგუფოთ ესენი? არის თეთრი სტაფილოსფერი, მოკლედ ჯერ ანუ სასურველია თეთრები დავამთხვიოთ ყველა. თეთრი სტაფილოსფერი და თეთრი სტაფილოსფერი აქ მეორე. ერთი აქ არის, ერთი აქ. ამას ავწევთ. ესი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ. გამოვწევთ მარჯვნივ. დაემთხვა და ვაკეთებთ შემდეგ ფორმულას. აქედან ავიდა აქ დამთხოვილი და ცენტრს ვაბრუნებთ უკან. ცენტრის დაბრუნება არ დაგავიწყდეს, თორე კუბიკი დაიშლება მთლიანად. შემდეგ პოულობთ თეთრებს ისევ თეთრი მწვანე. შემდეგ მეორე თეთრი მწვანე ვიპოვოთ, სად არის აქ. ამას ჩამოვიტანთ აქ. ანუ ამასთან რო იყოს. შემდეგ გამოვწევთ დაემთხვეს და ვაკეთებთ ფორმულას იგივეს, მაგრამ უნდა დაუკვირდეთ, რომ აი აქ უკან, ანუ თეთრი სტაფილოსფერი სადაც არის, ამის ადგილას უნდა იყოს ასაწყობი, ანუ ისეთი ფერები უნდა იყოს, რომელიც არ არის დამთხოვილი. თორე ანუ ეს დამთხოვილი რო არის აქ და ეხლა რო გავაკეთო ფორმულა, ეს დამთხოვილი ჩამოვა ისევ ქვემოთ. და ცენტრს რო გავასწორებ, ანუ ისევ დაიშლება და აზრი არ ექნება ამ ფორმულის გაკეთებას. ანუ როდესაც გავწევ,
უკან თუ არის აწყობილი, ამას გვერდზე გამოვწევ. ეხლა არის დაშლილი და გავაკეთებ ფორმულას. გვერდზე გამოვწევთ, არ დაგვიწყდეს ცენტრის დაბრუნება. ეხლა ბოლო დაგვჭა თეთრი ლურჯი. ერთი აქ არის, მეორე არის აქ. ანუ ამას ავიტანთ სტაფილოსფერი ყუთლის მაგივრად. ავიდა. ლურჯი თეთრი გავუსწრებთ ერთმანეთს. აი ესე დავამთხევთ და იგივე ფორმულა. ცენტრს დავაბრუნებთ უკან. ეხლა შეგვიძლია ავაწყოთ უკვე თეთრი ჯვარი. იმიტომ რომ დავამთხევთ თეთრი ელემენტები. ესე ჯვარი აიწყო. ეხლა უნდა დავამთხიოთ საერთოდ ყველაფერი, რაც არის დასამთხევი, ანუ გვერდები. დავიწყოთ მაგალითად აი აქედან ყვითელი სტაფილოსფერი. მეორე არის აქ. ყვითელი სტაფილოსფერი არის ზემოთ, ამიტომ მეორე ყვითელ სტაფილოსფერს ჩავსვათ ქვემოთ. აი ესე, ქვემოთ. ორი ცალი გამოვწევთ. დაემთხვა, ზემოთ ნახავთ რომ არასწორი. სტაფილოსფერი ყვითელი არასწორია, ვაკეთებთ იგივე ფორმულას რ-უროშტრიხი და ცენტრს ვაბრუნებთ უკან. ამასობაში დააჯდა თავისით მეორეც, რომ გაგვიმართლა, კარგია. იგივე ფორმულა თავიდან. გავაგრძელოთ, შემდეგ დავამთხევთ აი ამას, მწვანე წითელი. მწვანე წითელი არის ზემოთ და მეორე მწვანე წითელს ჩავსვათ ქვემოთ. აი ესე. მწვანე წითელი ესე გამოვწიოთ მარჯვნივ დაემთხეს და უკან უნდა ვნახოთ რომ იყოს ანუ არეული ხა არის სწორი არ გვაწყობს, აქეთ გამოვწევთ. ესეც სწორიან არც ეს არ გვაწყობს, კიდე გამოვწევთ და ეხლა დაждდა არასწორი ორი ცალი. ანუ როდესაც არასწორია, უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ ფორმულა. გავაკეთეთ ფორმულას და ცენტრს ვაბრუნებთ უკან. ესე. ბოლო ანუ ზემოთ ერთი ღა არის არეული დარჩენილი. ანუ ლურჯი ყვითელი ერთი, მეორე ლურჯი ყვითელი ზემოთ. ერთი ლურჯი ყვითელი თუ არის ქვემოთ, ანუ ამას ჩავუსვავ ზემოთ. აი ესე. დაждდა ერთი აქ, გამოვწევ, დაემთხვა და უკან არის არასწორი, გავაკეთებ ფორმულას. ცენტრს ვაბრუნებთ უკან. როდესაც ზემოთ სულ ყველა იქნება აწყობილი, ანუ როდესაც ჩვენ ვამთხევთ ორს, უკან ხომ უნდა იყოს არასწორი და როდესაც იქნება უკვე ყველა აწყობილი, ჩავიტანთ ორ ცალს ქვემოთ, ან სამ ცალს. მოდი იყოს ორი ჩავიტანოთ, ეს ერთი ჩავიტანთ თავის ადგილას და მეორესაც ჩავიტანთ თავის ადგილას. ესე. გავაგრძელოთ ისევ აწყობა. ლურჯი წითელი, მეორე ლურჯი წითელი ზემოთ. ეს არის ზემოთ, ამას ჩავსვავ ქვემოთ. აი ესე, ქვემოთ. გამოვწევ დაემთხვა, უკან ვეძებთ არასწორს, სწორი არ გვინდა, აი არასწორი, ვაკეთებთ იგივე ფორმულას და ცენტრს ვაბრუნებთ უკან, არ დაგვავიწყდეს. ზემოთ, ანუ არის კიდე ყველა დამთხეული, კიდე ჩავიტან ორ ცალს, ერთი ეს, მეორე ეს. მწვანე ყვითელი არის ზემოთ, მეორე მწვანე ყვითელი ჩავსვათ ქვემოთ. აი ესე. გამოვწევ, უკან ვნახავ რომ არის არასწორი ფორმულა და ცენტრს ვაბრუნებთ უკან. როდესაც დავამთხევთ ყველას და დაგვრჩება მარტო ანუ ორი ცალი დასამთხევი, ეს ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ. წინა შემთხვევებში ჩვენ ანუ ესე ვსვავდით, როდესაც უნდა ყოფილიყო ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ უნდა ყოფილიყო და როდესაც გამოვწევდით, უკან ვნახავდით არასწორს და გავაკეთებთ ფორმულას. და ეხლა როდესაც არის ყველა სწორი და ბოლო ორი არის დარჩენილი, პირიქით ვუსწორებთ, აი ესე წითელი წითელთან, მწვანე მწვანესთან და ვაკეთებთ შემდეგ ფორმულას. აი ესე ზის. ყველაფერი დარჩენილი აწყობილია. ვაკეთებთ ფორმულას. და დაემთხვა ყველა. დავასრულეთ მეორე ეტაპი და გადავდივართ მესამე ეტაპზე. ანუ დავაწყოთ კუბი, ჩვეულებრივ როგორც ვაწყობთ 3-3, მაგრამ შეგვხვდება
ალბათ დაბრკოლებები, რომელსაც ქვია ფარითი, გითხარით ვიდეოს დასაწყისში, რომელიც აღჭდება 3-3-ზე და გვიწევს დამატებითი ფორმულების გაკეთება. ანუ ეხლა ავაწყოთ ჩვეულები როგორც 3-3. ჩვეულებრივ ვაწყობთ. ზემოთაც დავსვავთ მაგალითად ესე დავსვავ ჯვარს. ესე და ამოაბრუნებ კუთხეებს. გაგვიმართლა ეხლა ზემოთ არ დაგვიჭდა ფარითი და ბოლოს პიელელი. დავამთხევთ ყველა კუთხეს. ესე და ბოლოს ჩვეულებრივი ფორმულით, როგორც 3-3-ზე გავასწორებთ 3 გვერდს. ანუ ეს გადმოდის აქ, მწვანე მწვანეს და ლურჯი ლურჯზე. და კუბი აიწყო. ეხლა განახებთ ფარითებს, სულ არის 3 ფარითი. არის ოველელის ფარითი, ანუ ზემოთ ფენა, ანუ როდესაც ვაწყობთ ყვითელს და 2 ფარითი არის პიელაზე, ანუ მეოთხე ხაზზე, როდესაც ვასწორებთ კუთხეებს და შემდეგ გვერდებს. პირველი ფარითი ოველელი არის ესეთი, განახებთ. როდესაც ავაწყობთ ზემოთ, შეიძლება ეს 2, ანუ ეს ყვითლები იყოს ქვემოთ და არ იყოს თავის ადგილზე. ანუ ეს არის ფარითი, რომელიც არ ვიჭდება 3-3-ზე. ეხლა ამას აქვს თავისი ფორმულა, რომ ეს ყვითლები ამობრუნდეს და დაჯდეს ზევით. ამისათვის ვაკეთებ ფორმულას. და დაჯდა ჯვარი. შემდეგ ჩვეულებრივ კუთხეებს ამოვაბრუნებთ. და ამ შემთხვევაში ახლა აიწყო გაგვიმართლა. ეს პირველი ფარითი, ახლა განახებთ მეორე ფარითს. მეორე ფარითი არის ესეთი, როდესაც კუთხეებს დავსვავთ, ანუ 3-3-ზე კუბზე, ანუ 3-3 კუბზე არის გასასვლელი ან 3, ან 4. და ამ შემთხვევაში არის გასასვლელი 2. ანუ ესეთი რაღაც არ ჯდება 3-3-ზე, გასასვლელი 2 მოპირდაპირე და გვერდებზე აწყობილია. ვაკეთებთ ფორმულას. მარტივი ფორმულა. ეს მეორე და ბოლო მესამე არის ესეთი. წინა შემთხვევაში გასასვლელი იყო 2 მოპირდაპირე, ამ შემთხვევაში არის გასასვლელი ერთმანეთის გვერდზე მჯდომი ფერები. ანუ არის ესე აწყობილი 2 ერთმანეთის გვერდზე, გასასვლელია ესენი. სტაფლოს ფერი უნდა გადავიდეს თავის ადგილას, მწვანე მოვიდეს თავის ადგილას. ვაკეთებ შესაბამის ფორმულას. და კუბი აიწყო. მოკლედ სულ ეს იყო. იმედია დაგეხმარებათ ჩემი ვიდეო 4-4 რუბიკის კუბის სწავლაში. თუ რამე ვერ გაიგეთ და აკომენტარეთ დაგეხმარებით, გამოიწერეთ არხი, დაიდოს უფრო მეტი ვიდეო და ყველანაირად დაგეხმარებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.